რომელიც ახალია დაარსებობს, ეს არის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, იცით თქვენ, რომ როტაციული პრინციპით იქნება არჩევა ხელმძღვანელის და 2 წლის ვადა ხელმძღვანელს. განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება ვადა ერთი ვადით გაიზარდოს. ოღონდ ახალი არჩევნები. ოღონდ ახალი არჩევნების სახით არა გამწევი. ესე ეწერა იქ. თუმცა ერთად შემორა და პირველი თავდებოდეს სადღაც, იმიტომ რომ ეს არის დაუსრულებელი სამუშაო, სხვათა შორის არ არის. არა, ეს ხელმძღვანელი 2 წლის მერე ასრულებს თავის მუშაობას, გარკვეული პერიოდი გადის, ინიშნება ახალი არჩევნები და ერთხელ შეუძლია კიდევ ზოგადად ატარებს რისკებს, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა მაგრამ მეორე დანაშაულება არ არის საერთოდ. ამ თანამდებობა არის შესაბამისად, ხო, მე მგონია რომ რისკის მატარებელი არ არის. და თან არის პასუხისმგებლობა ძალიან დიდი, და ხტებით რომ ხელმძღვანელი ყოველთვის აზრია პრინციპში, რომ ის მარტო თავის მაგივრად თავის თავზე არ აქვს პასუხს, არის პასუხი და თანამშრომლებზეც. კარგია, როცა არის ეს მონოლითური გუნდი, როცა ღირებულებები არის საერთო და შეიძლება ადამიანებთან კონსტრუქციული მუშაობა, მაგრამ არის მეორე ვარიანტიც, როცა ასე არ გამოდის და სალომეც კი ხანდახან ხდება რაღაცნაირად პროფესიის რთული ხო, ძვირი გასაგებია. ამიტომაც ამ მომენტების გათვალისწინებით რა რისკებია და რისი გაკეთება შეგვიძლია მოვამზადოთ ეს ხედვა, რომელსაც იცნობენ ჩემი კოლეგები და მას შემდეგ რაც თქვენ ისროლიგებად შეიძლება კონკრეტულ პოლიტიკებს პუნქტებს პირდაპირ ჩავდეთ თქვენ თვალწინ, უკვე შემდეგ ამას გადავახედით უნივერსიტეტის იურიდიულ სამსახურს, ალბათ იმისთვის რომ მივცეთ აი ის საბოლოო სახე, რომელიც აიტვირთება შემდეგ საიტზე, რომელიც რეალურად იმუშავებს. მოდით დავიწყოთ თავიდან, ხო?